თემა დევნილების დაბრუნების საკითხი, დეოკუპაციის და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანია კონგლომერატის ტატა გრუპის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ტატა გრუპი დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელი მრეწველობაში და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ საუბარი შეეხება კურულ წყალტუბოში ინვესტიციების ჩადებასაც. საუბარი იყო უპირველეს ყოვლისა, როგორც ესეთი საპილოტო პროექტი, მათ აქვთ განსაზღვრული 185 და 150 მეგავატიანი საერთო ჯამში ძალიან მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის აშენება. აქ ასობით მილიონ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი და ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტის ფაზაშია. ამასთან ერთად ჩვენ გვქონდა საუბარი ტურიზმის სექტორში მათი მხრიდან შესაძლო ინვესტიციებზე, მათ გამოთქვეს ძალიან დიდი დაინტერესება.